Adreț ვამბობდი და ვთქვი რომ არ შეიძლება რაღაც ამ ჩანაწერების გასაჯაროება, იქიდან გამომდინარე რომ მაგ არის საუბარი მესამე პირებზე და არავის არ აქვს ქვეყანაში უფლება დააყენოს ვინმეს პირადი ცხოვრება რაღაც ჭრდილის ქვეშ ადამიანი და თქვათ იმ ადამიანმა ვერ გააგრძელოს სრულფასოვანი ასე ვთქვათ მოღვაწეობა საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე მიიღო მოსამართლემ ესეთი გადაწყვეტილება რაც მიიღო ადვოკატებს აქვს ეს საქმე, მოსამართლეს აქვს და ჩაიხედა საქმეში და რომ მართლაც შეიცავს ეს საქმე ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, პირადი ცხოვრების, ასე ვთქვათ, დეტალებს, რომლის, ასე ვთქვათ, გასაჯაროება არ შეიძლება და რომელიც არ უნდა იცოდეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა. აქედან გამომდინარეც იყო რომ ის გაუთქმელობა, რომელზეც ამდენი ხანია მიდის საუბარი, აი რატო დაადებინეს ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელწერილი, რატომ დამადებინეს მე თუ სხვას, იმიტომ რომ არის ისეთი მასალები, რომლის გასაჯაროება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში და ამით ზიანი მიადგება როგორც ეკლესიას, ასევე საზოგადოებას და ეკლესიას რატომ შეგიძლია რომ განმიმარტო ამ მესამე პირზე, როდესაც შენ საუბრობ, ანუ ეკლესიის წიაღიდან არის ეს მესამე პირი, ანუ თუ რა ხდება და კიდევ ერთი შენს მიერ მიწოდებულ ამ მასალებში იყო ეს ჩანაწერები? ეს მაინტერესებს მე იმიტომ. შენს მიერ მიწოდებულ მე არ ვიცი სატელეფონო საუბრები, მე არ ვიცი მიმოწერასთან დაკავშირებით არაფერი, ინგა შესაძლოა იმაზე მძიმე იყოს, თქვათ, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, რაც მე მივიტანე პროკურატურაში, თუმცა ის რაზეც ამაო საუბრობს ღიად ამ ჩანაწერებში, ნამდვილად შეიცავს პირადი ცხოვრების, ასე ვთქვათ, რაც შენ ქონდა იმ ჩანაწერებში. რაღაც გარკვეულ მომენტებს და აქ არის როგორც სასულიერო პირებზე საუბარი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ასევე არის ერთ-ერთი ეპარქიის მრევლზე და შეუძლებელია ამის გასაჯაროება დამიჯერეთ და მე ვფიქრობ რომ ეხლა თუ ასე მტკიცეთ აქვს მამაოს გადაწყვეტილი და უნდა რომ ეს გასაჯაროვდეს, მაშინ მე ვფიქრობ რომ მას უფრო კომფორტული იქნება თუ ის ჯვარს დადებს, კაბას გაიხდის და ისე წარდგება სასამართლოს წინაშე და მაშინ გამოვიტანოთ ეს ჩანაწერები და მაშინ აცდება ეკლესიაც გარკვეულწილად უხერხულობას. ხო ხვდებით რას გულისხმობს და ის როგორც ჩვეულებრივი პირი ისე წარდგეს სასამართლოს წინაშე და ასე ვთქვათ ისე გასამართლეს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის. ამას გულისხმობს. ირაკლი, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, რა კავშირშია ეს პირადი ხასიათის თუნდაც არსებობდეს ჩანაწერები დანაშაულთან, რომელსაც